Check the mic and make sure it sound right, boy. სადმე რო გაიგებენ რომ კიბერუსაფრთხოების სფეროში ხარ დასაქმებული, პირველი რეაქცია რაც არის ხოლმე ძირითადად არის რომ ჰაკერი ხარ ან რაღაცას ხوار გატეხავ შემთხვევით მაგალითად Facebook-ს ხوار გამიტეხავ ან რაღაც კომპიუტერს ხوار გატეხავ. ეს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები არაფერს არ უტეხავთ და რაღაც არალეგალურ საქმიანობას არ ვეწევთ. Salam მეგობრებო, მე ვარ მარიამ გაგუა. ეს არის Fenectech Studios არხი. ჩვენ აქ ვსაუბრობთ ტექნოლოგიებზე და კარიერულ განვითარებაზე. დღევანდელ ვიდეოში კი გვაქვს ყველაზე მოთხოვნადი თემა, რაც კი საერთოდ არხის შექმნის დღიდან დაფიქსირებულა და ეს თემა არის კიბერუსაფრთხოება. კიბერუსაფრთხოებაზე კი თქვენ მოგიყვებით ოთო დანელია, საქართველოს ბანკის მონაცემთა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. დიდი მადლობა საქართველოს ბანკს ჩვენი არხის ხარდაჭერისთვის და დავიწყეთ. ოთო, უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის და მოდი პირველი კითხვით დავიწყოთ, თუ საერთოდ რას ნიშნავს კიბერუსაფრთხოება ძალიან მარტივად რო აგვიხსნა. მადლობა მოწვევისთვის. ყველასთვის გასაგებ ენაზე რო ავხსნათ, ანუ კიბერუსაფრთხოება ემსახურება ჩვენ ორგანიზაციაში ან ნებისმიერ ჩვენ დაწესებულებაში, რაც გაგვაჩნია ციფრული ასეტები, მაგალითად, იქნება ეს ვებ აპლიკაციები, საიტები თუ ასე შემდეგ, იყოს დაცული, არ მოხდეს მათზე კიბერშეტევა და ამითი არ მივიღოთ რაღაც რეპუტაციული ან ფინანსური ზარალი. რაც შეეხება თვითონ ამ დარგის არსს, ცოტა უფრო advanced დონეზე რო ვილაპარაკოთ, აუცილებელია ვახსენოთ ინფორმაციული უსაფრთხოება, რომელიც უფრო ფართოდ გავრცელებული ტერმინია და ხშირად არის საუბარი იმაზე, კიბერუსაფრთხოება არის ინფორმაციული უსაფრთხოების ნაწილი თუ პირიქით, მაგრამ ჩემი აზრით უფრო მართებული მიდგომა იქნება ვთქვათ, რომ ეს ორი დარგი თანაკვეთაში მოდის ძალიან ხშირად, რადგან ორივე ტექნოლოგიების დაცვაზე დაფუძნებული დარგია და შესაბამისად მათი არსი თითქმის ერთი და იგივე არის. თვითონ კიბერუსაფრთხოება ასე გამოყოფილად როგორც ვახსენეთ, უკვე ემსახურება სხვადასხვა ტექნოლოგიების, სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობების, ქსელური ინფრასტრუქტურის, საოპერაციო სისტემების და ზოგადად ციფრული ინფორმაციის დაცვას. რაც შეეხება ინფორმაციულ უსაფრთხოებას და თავისთავად კიბერუსაფრთხოებას, მათი ძირითადი სამი პრინციპი არსებობს. ეს არის კონფიდენციალურობა, ეს არის მთლიანობა და ხელმისაწვდომობა. მოკლედ რო ავხსნათ, ეს სამი პრინციპი რაც არის, კონფიდენციალურობა ემსახურება, რომ რაღაც კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც გაგვაჩნია და გსურს რომ დავიცვათ, იყოს ხელმისაწვდომი და წვდომადი მარტო ავტორიზებული პირებისთვის და მასზე ხელი არ მიუწვდებოდეს არაავტორიზებულ პირს. მთლიანობას რაც შეეხება, მთლიანობა უზრუნველყოფს, რომ ეს ინფორმაცია იყოს დაცული და მისი არასანქციონირებულად შეცვლა არ მოხდეს და არ მივიღოთ რაღაც დამახინჯებული ინფორმაცია. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენი რაღაც კონკრეტული სერვისი, მაგალითად იქნება ეს საიტი თუ რაღაც კონკრეტული აპლიკაცია, დროის ნებისმიერ მონაკვეთში იყოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი ადამიანისთვის და არ შეექმნას ვიღაცას ბიზნეს წყვეტის პრობლემა. ოთო, გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. მოგვიყევით თუ რას აკეთებს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ყოველდღიურობაში. მათი ყოველდღიური სამუშაო ძირითადად შემოიფარგლება რაღაცა კონკრეტული ქმედებების ანალიზით, მომხდარი რაღაც გადაცდომების გამოსწორებით, სისუსტეების პოვნით და ასე შემდეგ. ანუ სფერო იშლება დიდ მასშტაბებზე, სხვადასხვა ტიპის სპეციალისტი არსებობს და ყველას აქვს თავისი რაღაც კონკრეტული სპეციფიკის საქმე. უფრო კონკრეტულად რო ავხსნათ და ყველასთვის გასაგები იყოს, ანუ ინფორმაციული ტექნოლოგიების დაცვას ემსახურება ეს დარგი, შესაბამისად ინფორმაციული ტექნოლოგიები შედგება ხალხისგან, ტექნოლოგიებისგან და პროცესებისგან. ზრუნავს ანუ ხალხის დაცვაზეც და ეს თავის თავში მოიცავს მაგალითად ცნობიერების ამაღლების ტრეინინგების ჩატარებას, პროცედურების შემუშავებას და ასე შემდეგ. ტექნოლოგიების დაცვას რაც შეეხება, როგორც უკვე ვახსენე, მათი ყოველდღიური სამუშაოა, რომ დავიცვათ რაღაც კონკრეტული ასეტები, რაც ორგანიზაციაში გაგვაჩნია, ინფორმაცია დავიცვათ ასევე და არ იყოს ხელმისაწვდომი გარეშე პირებისთვის და ამითი უზრუნველყოთ ორგანიზაციის უსაფრთხოება. ეს მიდგომაც არსებობს, რომ კიბერუსაფრთხოება ორგანიზაციას ეხმარება და ბიზნესს ზოგადად ეხმარება, რომ ნაკლები რისკის და ნაკლები დანახარჯების ფასად მიიღოს შესაბამისი სასურველი შედეგი.
ოტო შენ ახსენე რომ კიბერუსაფრთხოება ძალიან დიდი სფეროა და თუ შეგიძლია რომ მოგვიყვე რა ქვეპროფესიებთან დარგებად იყოფა კიბერუსაფრთხოება. ეს დარგი ანუ ბევრ პროფესიად იყოფა საკმაოდ და მოდი რამდენიმე მაგალითად მოვიყვან საქართველოში გავრცელებულ პროფესიებს. ძირითადად საქართველოში გვხვდება მაგალითად threat analytics-ები, რომლებიც ასე ვთქვათ კომპანიაში ან ორგანიზაციაში დაფიქსირებულ საფრთხეების აღმოფხვრაზე ზრუნავენ რომ იპოვონ ეს საფრთხეები და შესაბამისად სხვადასხვა სამსახურების დახმარებით აღმოფხრან და უზრუნველყვან რომ როგორც უკვე ვახსენეთ, ქსელი და ინფრასტრუქტურა იყოს დაცული. ასევე არსებობს შეღწევადობის ტესტერები, რომლებიც ასე ვთქვათ ყოველდღიურად ამოწმებენ სხვადასხვა სისტემებს, სხვადასხვა ვებ აპლიკაციებს, ამოწმებენ სისუსტეებზე, აფიქსირებენ ამ სისუსტეებს და შემდგომ სხვადასხვა სამსახურების და შესაბამისი მიმართულებების დახმარებით ახდენენ ამ სისუსტეების აღმოფხვრას. ინფორმაციულ უსაფრთხოებაში ასევე გავრცელებული არის მონაცემთა დაცვის მიმართულებით მომუშავე თანამშრომლები, მაგალითად, როგორც არის information security officer-ი ან information security analytics-ი, მათ ძირითადად ევალებათ, რომ ორგანიზაციაში არსებული ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, განსაკუთრებით კონფიდენციალური და სრულიად საიდუმლო ტიპის ინფორმაცია იყოს დაცული, ხელი არ მიუწვდებოდეს გარეშე პირებს და ორგანიზაციის შიგნითაც ზრუნავენ იმაზე, რომ რაღაც ფროდის ტიპის შემთხვევა არ დაფიქსირდეს და ინფორმაციამ არ გაჟონოს და არ დაკარგოს, რაც ეხმარება ორგანიზაციას იმაში, რომ რაღაც ფინანსური ან რეპუტაციული ზიანი არ მიიღოს. კიდევ ყავს ასე ვთქვათ malware analytics-ები, რომლებიც ძირითადად ემსახურებიან ვირუსების დაფიქსირებას ორგანიზაციაში უზრუნველყოფენ რომ რაღაც ვირუსი არ შემოიჭრას, მარტივ ენაზე რომ ვთქვათ არ დაინფიცირდეს ან ქსელი ან ინფრასტრუქტურა და შემდგომ თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდება, მათი მოვალეობა გაანალიზონ ამ ვირუსის ან კონკრეტული რაღაც მაგალითად ტროიანის მოქმედების პრინციპი და შესაბამისად გაავრცელონ ისეთი დაცვის ხელსაწყოები, რომელიც შემდგომში დაფიქსირებული ხარვეზებისგან დაგვიცავს, ასე ვთქვათ. ოტო, როგორც ძალიან ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს ასევე ამ პროფესიის შესახებ და რო გითხრა სინამდვილეში რას არ აკეთებს ეხლა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი? კაი კითხვაა ეგ ძალიან, იმიტომ რომ ზოგადად ცუდი ინტერპრეტაციები არის გავრცელებული ხალხში, მაგალითად რაღაც ელემენტარული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, სადმე რომ გაიგებენ რომ კიბერუსაფრთხოების სფეროში ხარ დასაქმებული, პირველი რეაქცია რაც არის ხოლმე ძირითადად არის რომ ჰაკერი ხარ ან რაღაცას ხო არ გატეხავ შემთხვევით, მაგალითად Facebook-ს ხო არ გამიტეხავ ან რაღაც კომპიუტერს ხო არ გატეხავ. ეს მცდარი წარმოდგენები არის ამ სფეროზე პირიქით, ანუ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობაა, რომ დაიცვას სხვადასხვა რაღაცები და ასე ვთქვათ, ეთიკური ჰაკინგი განახორციელოს ორგანიზაციაში, რაც პირიქით ხელს უწყობს იმისკენ, რომ რაღაცები არ გატყდეს. შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები არაფერს არ ვტეხავთ და რაღაც არალეგალურ საქმიანობას არ ვეწევთ. ოტო, ვინაიდან კიბერუსაფრთხოება მაინც ტექნიკური სპეციალიზაციაა, შეგიძლია გითხრა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტს სჭირდება თუ არა პროგრამირების ცოდნა? ძალიან კაი კითხვაა ეგ, მაგრამ პატარა შესავალს გაუკეთებ, ანუ ზოგადად როგორც ვახსენე უკვე ეს სფერო არის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და შესაბამისად ტექნოლოგიების სფეროში ძირითადად საჭიროა რომ თითქმის ყველა კომპონენტში გქონდეს რაღაც basic ცოდნა მაინც, მაგალითად სასურველია რომ ამ სფეროთი დაინტერესებულმა ადამიანმა თავდაპირველად შეისწავლოს როგორ მუშაობს რაღაც საოპერაციო სისტემები, მაგალითად Windows-ი, Linux-ი, ასევე გაეცნოს ქსელებს რაღაც დამწყების დონეზე, რომ წარმოდგენა გქონდეს მაგალითად როგორ მუშაობს რაღაც ქსელის ტოპოლოგია ორგანიზაციაში, როგორ არის აწყობილი და შეძლოს მისი სწორად წარმართვა და კონფიგურირებაში დაეხმაროს შესაბამის ქსელის ადმინისტრატორებს და ასე შემდეგ. ესეთი ტიპის ცოდნა არის აბსოლუტურად ასე ვთქვათ განსაკუთრებით მოთხოვნადი, რაც შეეხება პროგრამირებას, ესე მანდატორი არ არის, რომ პროგრამირება იცოდეს ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანმა, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ ნებისმიერ პირს, ვისაც სურს, რომ ამ სფეროში ფეხი მოიკიდოს, კარგად წაუძღვეს თავის საქმიანობას და პროფესიულ განვითარებას, აუცილებლად უნდა იცოდეს ერთი ენა მაინც, რომელიც მაგალითად სკრიპტინგში შეიძლება დაჭირდეს და გამოიყენებოდეს. სკრიპტინგიც, ასე ვთქვათ, თლად პროგრამირებას არ გულისხმობს,
მის თავში, მაგრამ თითქმის ყოველდღიურობაში გამოყენებადი არის და საქმეს გიმარტივებს, ავტომატიზაციაში გეხმარება და მნიშვნელოვანია, რომ ერკვეოდე რომელიმე ენაში მაინც. მაგალითად, Python-ი ძალიან ხშირად გამოყენებადია, ასევე Go, რომელსაც Golang-ი საკმაოდ ხშირად გამოიყენება. თუ უფრო advanced დონეზე გადავალთ, მაგალითად, reverse engineering-ის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ჭირდებათ მაგალითად assembly-ის ენის ცოდნა და C#, C++-ი ესენები აუცილებელი არის იმ თულებთან სამუშაოდ და იმ თულების კარგად გასარჩევად, რომელიც შემდგომ გიწევს რომ გამოიყენო. ოდო, ეხლა ძალიან ბევრი სტუდენტი გიყურებს, რომელიც შეიძლება სამომავლოდ თავის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტად ხედავს და რო გითხრა, როგორი კომპანიები ეძებენ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს და სად შეიძლება რომ ამ სტუდენტებმა იპოვონ სამსახური? ზოგადად ჩემი აზრით ნებისმიერ კომპანიას ჭირდება კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ვისაც რაღაც ციფრული ასეთი მაინც გააჩნია რა, ეს იქნება საიტი, ვებ აპლიკაცია თუ ასე შემდეგ. საქართველოშიც ეხლა წამოვიდა უკვე ტენდენცია, რომ ვინც ზრუნავს მის რაღაც ფინანსურ მდგრადობაზე, რეპუტაციაზე და სურს რომ თავი დაცულად იგრძნოს, უკვე ყველამ დაიწყო შესაბამისი სპეციალისტის აყვანა. ძირითადად რაც არის გავრცელებული, არის პრაქტიკა, რომ მაგალითად პატარა კომპანიები და არა რაღაც დიდი ფინანსური ორგანიზაციები აკეთებენ არჩევანს იმაზე, რომ IT-ს რაღაცა კონკრეტულ სამსახურს შეუთავსონ ეს პროფესია და მათ დაავალონ რაღაც სისტემების დაცვა. რაც ცუდი პრაქტიკაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ პირველ რიგში ეს მეორადად გადმოდის უკვე და შესაბამისი ყურადღება არ ექცევა და გარდა ამისა IT-ის თანამშრომელი, რომელიც რაღაცა სისტემის გამართულობაზე მუშაობს, ინტერესთა კონფლიქტში მოდის იმ საკითხთან, რომ შეუძლია რაღაცა მერე დაიცვას. შესაბამისად, სფერო ვითარდება, ტექნოლოგიებიც ვითარდება, ორგანიზაციებიც ვითარდებიან და საქართველოში უკვე ჩნდება ისეთი გარემო, რომ ამ სფეროთ დაინტერესებულ ადამიანს ეს აღარ უნდა გაუჭირდეს სამსახურის მოძიება, ასე ვთქვათ და დასაქმდეს სხვადასხვა ორგანიზაციებში, მაგალითად ფინანსურ ორგანიზაციებში, რომლებიც საკმაოდ ზრუნავენ ამ სფეროზე და აქვთ სურვილი რომ იყვნენ დაცულები. ოდორ, ეხლა რომ მოგცერ რჩევა, თუ სად შეიძლება, ან როგორ შეიძლება რომ დავეუფლოთ ამ პროფესიას და როგორ დავიწყოთ სწავლა? ცოტა რთული შეკითხვა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ესე უნივერსიტეტებში კონკრეტულად არ ისწავლება, ასე ვთქვათ, ცალკე ფაკულტეტად არ არსებობს. რაც შემიძლია ურჩიო დამწყებ სპეციალისტებს, ასე ვთქვათ, არის ის, რომ შეუძლიათ დაეუფლონ ნებისმიერ ტექნოლოგიურ კომპონენტს, მაგალითად იქნება ეს ოპერაციული სისტემები, მაგალითად Linux-ი საკმაოდ გამოყენებადი არის ამ სფეროში. სასურველი არ ამ საოპერაციო სისტემას დაეუფლონ ზედმიწევნით კარგად, ასევე Windows-ის საოპერაციო სისტემა უნდა გაარჩიონ, შეისწავლონ და ჩვეულებრივად რაღაც ჯუნიორ სისტემურ ადმინისტრატორის დონეზე მაინც იცოდნენ როგორ ხდება და რა ხდება ამ კომპონენტში. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ქსელური რაღაც ინფრასტრუქტურა და ზოგადად ქსელები შეისწავლონ. მაგალითად დამწყების დონეზე შეიძლება CCNA-ის კურსი იყოს გამოსადეგი, რომელიც საქართველოში სხვათა შორის რამდენიმე კარგ ორგანიზაციას აქვს და შესაბამისად მაღალკვალიფიცირებად ასწავლიან. გარდა ამისა, როგორც უკვე ვახსენეთ, ანუ სხვადასხვა ტიპად იყოფა ეს პროფესიები და შესაბამისად უკვე ამ რაღაცა general ცოდნას რომ მიიღებს ადამიანი და წარმოდგენას შეიქმნის, რომელი მიმართულებით უნდა განვითარება, შეუძლია უკვე რაღაც სპეციფიური კურსები გაიაროს, რომელიც კონკრეტულად ამ სფეროში მიცემს რაღაცა გამოცდილებას და ჩართავს რაღაც ერთი მიმართულებით განვითარების პროცესში რა. კარგი კურსები არის მაგალითად Certified Ethical Hacker-ი, CISP, რომელიც მაგალითად დიდ თეორიულ ცოდნას იძლევა, ზოგადად ამ სფეროსთან მიმართებაში აცნობს სტანდარტებს, გარდა სტანდარტებისა აცნობს ზოგადად როგორ და რა ხდება ამ სფეროში და რა შეიძლება რომ შეისწავლოს დამატებით ადამიანმა და მასთან ერთად შემდგომ უკვე ძალიან კაია რაღაც პრაქტიკული კურსების გავლაც, მაგალითად, როგორც არის
OSCP უკვე ეს ცოტა advanced დონეზე, ну შესაბამისად სერტიფიცირება ეხმარება ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რომ რაღაც უკეთესი სამსახური იპოვონ, უკეთესი ხელფასი დაიმსახურონ და ასე შემდეგ. აც უკვე ნახსენებ ყველა რესურსს, ასე ვთქვათ, ვიდეოს description-ში განვათავსებთ და გარდა ამისა კურსერაზე და Udemy-ზე, რომელიც საკმაოდ კარგი რესურსებია, შეღავათიან ფასად შეგვიძლია ნებისმიერი ტიპის ტრეინინგი შევიძინოთ, გავიაროთ და მინიმუმ მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ წარმოდგენა შეგვექმნას ამ სფეროზე. ოთახ გადავიდეთ სახალხო თემაზე. თუ შეგიძლია გითხრათ, საქართველოში და საზღვარგარეთ საიდან იწყება კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების ხელფასი და სანამდე შეიძლება რომ გაიზარდოს? კაი კითხვა, ანუ საქართველოში კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების ხელფასი, რეინჯები რო ვთქვათ, ასე ვთქვათ, წლიური ხელფასი ჯუნიორიდან სენიორის დონემდე დაახლოებით 18,000-დან სადღაც უხეშად 70,000-მდე მერყეობს, შესაბამის კვალიფიკაციის და ცოდნის ადამიანებს, მენეჯერულ პოზიციაზე განსაკუთრებით, უფრო მაღალი ხელფასის გამომუშავება შეუძლიათ. მსოფლიოს მასშტაბში, რა თქმა უნდა, ცოტა გაცილებით უფრო კაი სიტუაციაა, იგივე პოზიციებზე, ასე ვთქვათ და იგივე ჯუნიორიდან სენიორის დონემდე დაახლოებით 60-70,000 დოლარიდან 100-110,000 და კიდევ უფრო ზემოთ მერყეობს, ასევე გამოცდილების და ცოდნის მიხედვით. ოთო, მოდი გადავიდეთ გასაუბრების თემაზე, უკვე დასაქმების თემაზე. რო გითხრა, გასაუბრებაზე რას ექცევა ყურადღება და ყველაზე მეტად რა ფასობს, რა ინფორმაცია? როგორც ყველა სხვა პროფესიაში, დაახლოებით იგივე flows გადის ამ სფეროში დასაქმების სურვილი ადამიანი, მაგრამ არის რაღაც კონკრეტული მნიშვნელოვანი საკითხები, რაც უფრო ფასობს, ანუ პოზიციის მიხედვით და ბევრ პოზიციად იშლება უკვე ახსენეთ, პოზიციის მიხედვით ხშირ შემთხვევაში საჭირო არის რაღაც უფრო კონკრეტული პრაქტიკული ცოდნის ქონა და ძირითადად გასაუბრების მეორე ნაწილი ყოველთვის რაღაც ტესტური სახით არის და აი ზემოთ ნახსენები რაღაც catch the flag პრინციპის ამოცანები შეიძლება შეგვხვდეს და ასევე მნიშვნელოვანია რომ ბევრი გავაკეთოთ მსგავსი ტიპის ამოცანა რაც როგორც უკვე ახსენეთ ჩვენ პრაქტიკულ ცოდნას გაამდიდრებს და შესაბამისად შემდეგ გასაუბრებაზეც დაგვეხმარება რომ ის ამოცანები ან ტესტების მანქანები რასაც მოგწევენ ჩვენთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს და მარტივად გადავჭრათ ეს დავალებები რა ან ზოგადად როცა დიდი პრაქტიკული ან რაღაც ბიგინერის დონეზე პრაქტიკული ცოდნა გააჩნია ადამიანს მისთვის უკვე პრობლემას არ წარმოადგენს ამ ბარიერის დაძლევა და მესამე ეტაპი ყოველთვის არის რაღაც მინიმალური დონის გასაუბრება, სადაც რაღაც აპლიკანტის, ასე ვთქვათ, გუნდური მუშაობის უნარებს და ასე შემდეგ აფასებენ, იმიტომ რომ გუნდური მუშაობაც მნიშვნელოვანია ამ სფეროში, იმიტომ რომ ბევრად უფრო ეფექტურად ხდება რაღაცეების მართვა და გადანაწილება, როცა team player-ია ადამიანი, ვიდრე პირიქით. დღესაც სულ ეს იყო მეგობრებო, თუ კიდევ გაინტერესებთ კიბერუსაფრთხოება და უფრო ტექნიკურ დეტალებზე გსურთ ინფორმაციის მიღება, აუცილებლად დატოვეთ კომენტარში, იმიტომ რომ ჩვენ ამ ვიდეოში ვეცადეთ რომ ცოტა შესავალი მოგვეყოლა და უფრო ტექნიკურ დეტალებზე თუ გექნებათ სურვილი, კიდე ცალკე ვიდეოს გადავიღებთ, ამიტომ აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. არ დაგავიწყდეთ, დალაიქეთ ვიდეო, გაწევრიანდეთ ჩვენ Facebook ჯგუფში, რადგან იქაც გვეყოლება უთო და თუ რაიმე კითხვები გექნებათ ცალკე ჯგუფშიც და ამ კომენტარებში გიპასუხებთ. გამოკლებით Instagram-ზე, TikTok-ზე, მოკლედ ყველგან ვართ და გნახავთ შემდეგ ვიდეოში. აბა, დროებით!